ავიღოთ სტარტი. ძალიან მაღალია ალბათობა იმის მეთქი, რომ ჩემზე უფრო საინტერესო კითხვები გაგისვან მოსწავლეებმა. ოკეი, ეგ ძალიან მაგარი კითხვაა და არ არის ახალი კითხვა, ასე აქტუალობა მაგკითხვის არ არის ახალი. ერთადერთი კითხვა იყო დასასმელი. და ეგ კითხვა არ იყო დასმული. უბანძესი შეკითხვა, მაპატიეთ. ის კითხვა, რასაც თქვენ ვსვამთ, მაგ კითხვას არის უმნიშვნელოვანესი კითხვა. სკროლავთ თქვენ. რას? აი იყო? აი მდინარის მიღმაც გაგვიგეს. აქ მეცნიერებას რაიმე წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, ან სურვილი თუ აქვს საერთოდ, ან ძალა თუ შეწევს, რომ ებრძოლოს ფსევდომეცნიერებას. ფსევდომეცნიერება არის მეცნიერების ყველაზე დიდი მტერი. ტყელი დედამიწის. რაღაც დროს ტყელი დედამიწაა. ხდებით ხო ჩემი დონე რა წადამდე, აი რა ყვაკლი. თუ აი უფრო ზოგადად. ანუ ჩვენ ცხოვრობთ უაზეში. ეს უნდა გავიაზროთ რა. ეს ვინმე პოლიტიკურმა იმან არ ამოჭრას ეხა და ეს არ დაწოს. ჩვენ ცხოვრობთ ოაზისში. ესე არის, ამოჭრა კონტაქტი. დედამიწა არის 64. გარშემო არის ნამდვილი ჯოჯოხები რა. გაინტერესებს რა ბედი ეწევა კაცობრიობას პირობითად 200 წელიწადში. ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე ცივილიზაცია მოვსვათ. თუ მეცნიერებმა მითხრა, რომ ეს ვაქცინა შენ რაღაცა 95%-იანი ალბათობით დაგიცავს, მე ავდგები და ამ ვაქცინას გავიკეთებ. არსებობს პანდემიები, როდესაც ადამიანის გადაწყვეტილებაზე არ არის აუცილებელია აცრა. გაქვთ იმის განცდა, რომ ცოდნა იმისია, რომ აუცილებლად გააზიარო. ჩვენი ვალდებულება არის ცოდნა მოვიპოვოთ და ცოდნა გადავცეთ. ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ერთი ცნობის მოყარე, ჯიუტად ცნობის მოყარე ადამიანის რაღაც ჩანაფიქრზე. ხო. თურმე შავხრელობა არ ყოფილა მთავარი. არამედ არის უფრო ფუნდამენტური და უფრო უნივერსალური და შავხრელი უბრალოდ მაგას ემორჩილება. კაი განცდა იქნება რა, ასეთ. კი, მაგრამ აი ამ თეორიებსო, აი რა აზრი აქვს და აზრი როგორ არ აქვს ამდენი ხანი ოჯახს ვაშენ. საიდან მოდის დიდი იდეები? იმიტომ რომ ვერ ჩერდები, ვერ ჩერდები, ფიქს ვერ აჩერ. უცნაურია, იმიტომ რომ მაგასაკში მე მაინტერესებდა სპაიდერმენის მომდევნო სერიაში რა მოხდებოდა და. არა, ეგეთი რაღაცებიც მაინტერესებს, ეს კი არ არის, ეს ერთმანეთს კი არ გამორიცხავს. ის ძალიან საინტერესოა. როგორც ჩემ მიერ წეღან ნახსენება ადამიანი ობობას პიტერ პარკერის ბიძა ამბობს, დიდი ძალა გულისხმობს თუ არა დიდ პასუხისმგებლობასაც. უამრავი ფანტასტიკური საინტერესო კითხვა არის ჩვენ აზროვნებასთან და ჩვენ twin-თან დაკავშირებით, ხო? ფიზიკის როგორც მეცნიერების ყველაზე მტკივნეული თავსატეხი. ხო არა, სიჩქარით უნდა გავისროლო დედამიწიდან, რომ აღარ დაბრუნდეს, ხო? ანუ ეგეც ხომ მიუნიშნებს იქამდე, რომ კიდე გვაქვს სავალი გზა. უი, სავალი როგორ არა გვაქვს. მეცნიერებმა უნდა აკეთონ, მეცნიერებმა იუთუბერებმა აკეთონ YouTube. მოკლედ ეს სწორია ყველაფერი.